დღეს არის 11. ვაფშე არ ვიცით ამ ვიდეოს დავდებთ არ დავდებთ, მაგრამ მივდივართ თუშეთში. ჩვენ თუ ვინახავთ რაც გავარია და ჩვენ თუ ვიგებთ. განწყობა კარგია, შესანიშნავი ამინდი გვაქვს. რამოდენიმე ადამიანი პირველად მოდისა, იმათვის ძალიან ემოციური იქნება და ვინც ნამყოფები ვართ, ვიცი რომ მაინც ისეთი ხალხი მივდივართ, დაგვჭება მომანებაში კარგი. რავი, ჩემთვის პირველად ფილმზე ისევ შეერთება, მაგრამ თუშეთი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის საქართველოსაც ყველა ადამიანმა უნახოს. არ არის მნიშვნელობა ქართველია, არ არის ქართველი, აუცილებლად სანახავი არის რა. ხო, მეც პირველად მოვდივარ და თქვენი მოყოლილიდან გონია რომ დავიწყარი თავგადასავალი იქნება რა. ჩვენ კოლონას უძღვება დეფენდერი. ჯაბა, 1-2 სიტყვა გითხარი რა, შენ მანქანაზე. მოკლედ, წამოვიდეთ თან განახთ. 2001 წლიანი დეფენდერი არის. ჩემი ჩამოყვანილია 2 წელია საქართველოშია და მე ავაწყე რაღაცეები არ მუშაობდა და მოკლედ სამოგზაუროდ იდეალურია რა. ჩვენი პირობებს დიზელი არის, ტურბო დიზელი არის რა. თან ეკონომიურია, თან ძლიერი ზრავი აქვს და წონას კარგად ერევა რა. მის მიუხედავად თან სულ ალუმინიეს. განსხვავებით სხვა მანქანების გარდა და მსუბუქია შედარებით. მექანიკა, კი. კონდიციონერიც აქვს ხოთაშუას. კი. აი, ჩავიხედოთ აბაში, თაც. ძალიან კარგად მომზადებ. საბურავები რა ზომაა? საბურავები არის 33 ინჩი არის, ესე რომ ვთქვათ. 285-75 მეტრზე. ტოიო არის MT საბურავია, ჩვენი რელიეფისთვის იდეალურია რა. ძალიან გამოყენებული, რომ ამით გავლილი მაქვს რაღაც ერთი 40-45,000 კილომეტრი და ახალი ვით არის და კიდე რა. სრულიად ქარხნულ მდგომარეობაში რუბიკონი, ჰიბრიდი რუბიკონი. ყველა მომზადებულ მანქანასთან ერთად ვართ და თავი იმედია გავართვეთ თავს თუშეთს. ვაპირებთ რომ მოვიაროთ ყველა ხეობა თითქმის ვიქნებით 3 დღე. რავი, მოლოდინები კარგია, განწყობა კარგია. ნახოთ. დანარჩენს მოგიყვებით აბანოდან. შენი საბურავიც მე მგონი იგივეა. ჩემი საბურავიც არის 33, უბრალოდ ჩემი არის ატე. რაც მოყვება ქარხნულად რუბიკონს რა. აქეთ შენი მანქანაც გაგვაცანი რა, დაიკავე, წამო. მოგესალმებით. ჩემი ეკიპაჟი ვიმყოფებით Toyota Sequoia-ი. პირველად მიდის ჩერქელში ეს მანქანა. ნახოთ, გამართულ მდგომარეობაში ვართ ჯერჯერობით და იმედები გვაქვს რომ შვიდობიანად დავასრულებთ ყველაფერს. ასთავარი განწყობაა ძალიან მაღალი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ხალხი ვართ და იმედი გვაქვს ძალიან მაგარ დროს გავატარებთ. დანარჩენს უკვე მერე ბოლოს მოგახსენებთ ყველაფერს. რაღაც კადრები ავიდეთ, ხოლმე დავიწყოთ. თორე მე დროს ვკარგავთ და წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რაღაცა პრობლემა კიდე ერთ-ერთის მანქანას და უნდა ვნახოთ. აკუმულატორმა გაგვიტრაკა საქმე, აკუმულატორმა და ეხა მაინტერესებს დამუხტვა რამდენია? დამუხტვას ნახავთ და თუ აკუმულატორის ბრალია, ბარემ თელავში შევიძინოთ აკუმულატორი, რომ მერე უკვე შვიდობით ვიაროთ. ეხა გადმოვუხვიეთ უღელტეხილისკენ, რაში რაღაცები ყველაფერი ვერ გადავიღეთ. და ეხა ვაგზავნებთ მოკლედ რა. მივდივართ ომალოსკენ. და ყველაფერი საინტერესო, როგორც ბიჭები იძახიან წინ გვაქვს.
ჩათვალდას წესს არ არის რა. აქ არაფერი ისეთ მნიშვნელოვანი, ნუ კი ხეობა, მდინარეა, ლამაზია, მაგრამ ყველაფერი ზევით არის რა. აბანოზე დრონსაც ვაფრენთ, იქაც ავიღებთ რაღაც კადრებს. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 3 საათში აქედან უკვე უმალოში უნდა ვიყოთ რა, თავის მცირე შეჩერებები და ზოდა ხანში გავჩერდებით მთლიანი ჯგუფი, დავიწყებთ საბურავების დაშვებას, უფრო კომფორტულად ვიმგზავროთ გუნდიან გზაზე. ჯერ ადრეა, ხო პრინციპში, რო არ არის. მალე მოგვიწევს ისე. ეხლა ამოვედით უღელტეხილზე 2600 მეტრია და მივდივართ საით. მივდივართ უმალოში ჯერჯერობით ვიწყებ უმალოში, გაუვლით მდებარე ტერიტორიას. ვალდელი გასვლა იქნება უკვე დასწროს მხარეს და კვირას აუცილებლად წავალთ კილომეტრის ხეობაში. ეხლა უკვე რამდენიმე ასეული მეტრი დაგვრჩა აბანოს უღელტეხილის იქამდე ან მაქსიმალურ წერტილამდე, რაც გავჩერდებით და იქიდან გადავიგებთ ქედებს ვაფრენთ. დროის, იმიტომ აქ ხეობაში ყოველთვის ქარია და ხშირად იკარგება ხოლმე დრონები რა. ამიტომ გავჩერდებით ბოლო წერტილზე, სულმავე და გავაგრძელებთ იქიდან.
კაი ადგილზეა, კაი სასტუმრო არის, ცოტა მგზავრობამ დაგხალა, მაგრამ 1.5 საათიანი შესვენება და ისევ გავდივართ ვალდზელებს. ძალიან მაგარი ადგილია, აი ძალიან. თავი ის ძალიან მომწონა, ხედი მშვენიერია, ჩვენიც ვაკაცის დავხდა აქ. შიგნით რა ხდება? აი, ხედი არის ეგ. მოდით კესელოს ციხეს. რესტორანს ვიძახი. ოფიხით არ მიგია. მოდელი ხანია და ძალიან მაგარი ადგილია. ჩვენ ამყოფი ვარ უკვე და რომ წოს მაგიტა წამოვედი მეორეც აქ. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი არის თუშეთში და ომალოში, განსაკუთრებით ზედა ომალში. ესე მარტივად ამოსასვლელი რა და უცებ ომალოდან რა. სალამაზი ხედებია. ქვემოდან უფრო მაღლა ჩანდა. ხო, არა. ფეხით ასიარულო ვეროდ მეტი მეგონა რა. არა, მარტივია. არა გავხეჭე. ჩაბა პიროს ხატრონის აფრენას. მითხარი ორი სიტყვა. მეც უკვე პირველად არ ვარ კი სადღაც მე-4 თვე მგონი აქ და იცი რა მთავარია ყოველ ჯერ რომ მოდიხარ თითქოს არ ხარ ნაყოფი რა ხო რა იგივე აღსუყურებ მაგრამ ხო ისევ სხვანაირი ისე რაღაცა სიახლეა სილამაზე არ გბეზდება რა ამის ყურება და ძალიან სასიამოვნო მოკლედ აქ ეს დრონის კადრებსაც ესე იგი ვნახავს საუბრობთ ამ ვიდეოში აჩო შენ მე მეორედ ვარ მეორედ ხარ მეორედ ვარ და 9 წლის წინ ვიყავი რა და 9 წლის წინ 9 წლის წინ ვიყავ პირველად და აი ის ემოცია ხო არ მოვიწყდება მაგრამ ეს კიდე ასე განახლებულია რა ყველა ჯერზე სხვადასხვა რაღაცა არის და აი ეს დასახლებაშივე ეს ციხესიმაგრე ამხელა ისტორია აქვს აქ ხალხი ცხოვრობდა ჩვენ ერთია სანახავად მოხვიდე და მეორე რომ გაიაზრო რომ აქ ვიღაცა მის ააშენა რა ვიღაცა მააშენა და ვიღაცა ცხოვრობდა და რას მოღვაწეობდა მტერთან ურთიერთო მთელი ისტორია ამისი რა ძალიან მაგარი და 21 საუკუნეში რო გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ შეგვიძლია რომ მოვინახულოთ რა აი ვინც არ არის ნამყოფი აუცილებლად მომდის რა ჯიხვების გადმოსახეთთან მივდივართ. ძალიან ბევრი ვიერთვი.
დღე მეორე. ავტეკით ახლა მოვემზადეთ. ვაპირებთ დარცლო და დიკლოში წასვლას. გუშინ ისეთი ამბავი იყო დაბლა, რომ აღარ გადაგვიღია რა. დავიღალეთ. მშვიდობის გამარჯობათ. მაყოფილი ხარ გუშინ ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მაგარი კმაყოფილი ვარ. საღამო იყო შესანიშნავი, თან ემოციები ცავსე რო ვიყავით დატვირთულები, რომ მივედი და საღამოს ყველა ერთად რო შევიკრიბე და ეს ემოციები გადავეცით, საღამო შედგა იდეალური რამ და კმაყოფილი. ცუდი არა კადრები არ გვაქვს, მაგრამ ისეთი დაღლები ვიყავით, რომ მაგისტრო აზრი არ ხონდა რა, კამერა დავაგდეთ და პირდაპირ დალევა დავიწყეთ. მაგიდაზე დააკვრათ აში ფან. დღეს ვეცდებით რომ გადავიღოთ. საღამოს შევ. გიო რა სიტყვა. გაასწორა გუში? ბიჭო, გაასწორა ცუდი სიტყვა არის მაგისტრის არ ყოფნის რა. რავი, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო რა. თუნდაც აქ რო არ ყოფილიყო თუშეთში მაინც. და დღეს განახებთ დაახლოებით რა ხდებოდა გუშინ, იმიტომ რომ დღეს ვაპირებთ გადაღებას და მივხვდებით. ესე იგი დღეს ვაპირებთ, წავიდეთ. დღეს ვაპირებთ, ეხლა დავიწყებთ დიკლოში, ანუ დიკლოს დავიწყებთ, შენახოს და დიკლოს ნახავთ, მე გადავალთ დიკლოს ამ ძველ დიკლოში ციხეზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ნახოთ იმედია გამოგვივა იქ ცოტა. იმედი არ დაგვიჭერა. არა, დაჭერით არა, თავარია რომ გადავიდეთ რა. მე აუცილებლად წავალთ დარცლოში, ხეობას გავყევით ბოლომდე, დავალთ ბოლო სოფლამდე და ხვალდილით უკვე ვაპირებთ გომეწეს ხეობაში წასვლას. წავედით. ხო, წავედით. ესე იგი გადმოვედით ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ესე არის ცნობილი, რომ ეს არის დიკლოს ციხე, რომელიც მდებარეობს ძველ დიკლოში. ანუ აქედან მხრიდან გადავიდა ხალხი ცოტა უკანა მხარეს. სადაც ახლა გამოვიარეთ, ეს არის დღევანდელი სოფელი დიკლო, სადაც ხალხი ახლა ცხოვრობს და ამ ტერიტორიაზე სადაც უყურებით, ეს ითვლება ნეიტრალურ ზონად, შესაბამისად აქ მოსახლეობა ესე არ არის, რა. გარკვეული წლების წინ აქ გადმოსვლისთვის ნებართვა გჭირდებოდა, ან საერთოდ გადმოდიოდი რა. შემდეგ მაგრამ მაინც მოსახლეობა გაუქმებაა ნიშანია ის, რომ არის ნეიტრალური ზონა და მორჩა რა, მეტი არ ხდება. დენიმე კილომეტრს წინ გავუჩერეთ მანქანა, სადაც ჩამოწოლიყო მეწყერი და ვერ გავაგზავნეთ მანქანის სიარული. აფეხით ამოვიდით აქ, მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ ღირდა. აი ამის სანახავად. იქით არის დაღესტანი. დაღესტნის ნეიტრალური ტერიტორია. როგორც ვიცით. ესაც მეორე მხარეა ციხის. ცოტა საშიშია. თორე ჩანგრეული არის ნახევარი. ფაქტობრივად. ვიცით რომ გადავიდე. ჩამოვედით დარცლოში, ცოტა წვიმა დაიწყო.
აბა, ჯაბა, შენი ემოცია ძალიან მაგარი ადგილია რა. მგონი ეს არის ალბათ ყველაზე მიახლოებული ნაღდი რაღაც ავტენტურჩეთთან რა. აქ რო ნახულობ ამსახლებს მაშინ უცებ გადადიხარ საუკუნეებში და წარმოგიდგენია ხალხი როგორ ცხოვრობდა და რა საკეთებდა. აბაზესი ეს წვიმაც მაგრად მოუხდა. წვიმაც. იო, გითხარ. ცოტა სირთულეები ქონა გზაში, მაგრამ ყველაფერი კარგად არის რა. დაგვიწვიმდა, მაგრამ პირიქით სიამოვნებს, იმიტომ რომ ძალიან აგრილდა. მთელი დღე ძალიან სიცხეში ვიარეთ და ეხლა ეს წვიმა აი წამლად იყო გამოწერილი რა. დარსლოს ჩამოვედით, რავი. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი არის თუშეთში. და აქედან ახლა ნახოთ წვიმის ინტენსივობა როგორ იქნება, მაგის მიხედვით გავაგრძელებთ. გირევში გვინდა ასვლა, როგორც დავგეგმეთ. ნახოთ რა დაგიბრუნდებით თუ ავედით. საიდან მიდის აქედან გზა? აი ეს უნდა გავაგრძელოთ, აი.